წლებია ბათუმი ტურისტულ ქალაქადაა აღიარებული და რეგიონის უმთავრესი პრიორიტეტით ტურისტული კუთხით განვითარებაა. ყოველ წელს ქალაქს 100,000 ტურისტი სტუმრობს. თუმცა საინტერესოა, რას იგებენ ისინი ბათუმის შესახებ. რა ისტორია ჰქონდა ბათუმს და რას უყვებიან დღეს მის შესახებ სტუმრებს. ჩანაცვლებული ქალაქის ისტორია. ბათუმში ჩამოსულ ტურისტებს ჩვენ ვაცნობთ შემდეგ ობიექტებს. ეს არის პიაცა, ერას მოედანი, ეს არის ასევე პორტის ტერიტორია, ანბანის კოშკი, ჭაჭის შადრევანი, ძველი და ახალი ბულვარი, 6 მაისის პარკი. რა ღირებულება აქვს ანბანის კოშკს? ეს არის 135 მეტრის სიმაღლის რკინის კონსტრუქცია, რომელზეც დნმ-ის სტრუქტურული მოდელის მსგავსად განლაგებულია 33 ასო. ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, რომელსაც ტურისტები ბათუმში ეცნობიან, ემატება ჭაჭის კოშკი. აშენებულია 2012 წელს. განსაკუთრებული არის იმით, რომ ამ კოშკის ირგვლივ განლაგებულია 4 აუზი, სადაც ხდება ჭაჭის დინება. და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან საინტერესო ტურისტებისთვის, რადგანაც ხდება უფასო დაგემოვნება ქართული ტრადიციული სასმელის. ფოტოგრაფი შოთა გუჯაბიძე იმ შენობებს იხსენებს, რომლებაც ბათუმის არქიტექტურული სახე და უბრალოდ ქალაქის ისტორია შექმნეს, თუმცა ეს შენობები დღეს დანგრეული ან მნიშვნელოვნად სახეცვლილია. სწორედ ეს სასტუმროები და ტურისტული იმდროინდელი ზონა ძირითადად მაინც ამ ორ ქუჩაზე იყო განლაგებული. თუნდაც ეს შენობა ბანკი იყო, გაერთიანებული რუსული ბანკი და შენობის ნაწილში, რამდენად წამოგითხოთ სხვადასხვა წარებში ხდება, იყო სასტუმრო იმპერიალი. აქ იდგა უნიკალური შენობა ლონდონის სასტუმრო 90-იან წლებში აშენებული, და დაახლოებით 120 წლის იყო, ცოტა მეტის. დავანგრიეთ, ავაშენეთ რაღაც დაახლოებით იმ სტილის სისულელი, შესაბამისად ყალბი, იმიტომ რომ 120 წლის სტილის შენობა დღეს რატომ უნდა აშენოთ? დააშენო რაღაც თანამედროვე, ხო? შეიძლება მილიარდი კონდეს და შენობას ააშენებ და იქნება 1 წამის. აი რაც უნდა მეტი ბევრი ფული დაახარჯე იმას ასაკს ვერაფრით ვერ შეუძლია. ის გარემო ახლა სადაც ჩვენ ვიყოფებით, ხო? ამის რაღაც ქალაქი ურბანული გარემო ჩამოყალიბებას დაჭირდა 120 წელი მინიმუმ 130, რაც შენარჩუნებული არის დაახლოებით. ამ შენობებზე ტურისტებს ჩვენს ქალაქში ვეღარაფერს უყვებიან. ისტორია მხოლოდ ფოტოებზე შემორჩა. ბელვიუ და ორიენტალი, ბელვიუ აქეთ იდგა ორიენტალი იქეთ. იმდენად გამორჩეული ნაგებობა იყო, რომ ავიც რაიმე თუ კი ზღვისპირის ფოტოები არიან ბათუმის იმდროინდელი ღია ბარათებზე, გაზეთებში, წიგნებში, პირველ რიგში ამ შენობებს გამოსახავდნენ ხოლმე. და მაინც რა აინტერესებს ტურისტს? თუ ტურისტი ჩადის სხვა ქვეყანაში ან თქვა რაღაც ახალ ქალაქში, მათთვის რა თქმა უნდა საინტერესოა ის რაღაც განმასხვავებელი მახასიათებლები, იქნება ეს ისტორიული, კულტურული თუ სოციალური პლანში, რომელიც ამ კონკრეტულ დავუშვათ ქალაქს გააჩნია. რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა ძალიან საინტერესო კულტურული ძეგლი თქვა და ისტორიული ძეგლი განადგურდა ქალაქში, იგივე ძველ ბათუმში, რაც რა თქმა უნდა ნამდვილად არ არის პოზიტიური. რა მოხდება თუ ბათუმში არ შეწყდება ისტორიული შენობების ნგრევა? უნდა იყოს გარკვეული რა თქმა უნდა ბალანსი, რომ აი ამ განვითარებამ არ დაარღვიოს ის, რაც თქვა ფასეულია ტურიზმისათვის და იმიტომ რომ თუ ის დაირღვა, შესაძლებელია თქვა რაღაც პერიოდში უკვე ის ქალაქი იქნება თუ არ აქვს მნიშვნელობა რეგიონი თუ ადგილი, აღარ გახდეს საინტერესო ტურისტებისათვის.